წამაიყვანეთ. დროზე. მოიცა. ებიგო მითხარი, სად მიყავთ, სად? სადაც საჭიროა იქ. არა, მაინც არ მიყავთ. სად და მილიციაში? მილიციაში რა უნდა არტებს გუნდი? არა, მაგის შემისაკ. ებიჭო, შეიბრალეთ. რაც არ უნდა იყოს ფინალთა მეფი. მაიცა. არწევი დავიჭირე. ნახე რამ ხელა ბიჭო. გამაიკიდა კუთხეზე გაიჭიდა ჯაგებში. დაღონიერია, იცი დაგომტრე ხელები. მიშველებელია, ნახე. ახლა რა დაპირა? უყოვის ამას დავიგზე. ეკონომიკა მაიცა ერთა გავიჭირე. შელის. მაიცა. არწევი დავიჭირე. სანაგად. კუთხეზე გამოიჭიდა ჯაგებში გაიჭიდა, მაგრამ მიუსწარდა ჩავგრიჯე. სად ნახეთ ხალხო ეს არწივი? აგერ ბარდებში გაიხლართა და დავიჭირეთ. კურდღელს გამოენთო ბატონო, თავი ვეღარ შეიმაგრა და შევარდა ჯაგებში. მომეკიდე რა. მე ახლა რას უპირებთ? მე ვიყავ ადგილზე და იქ გამოჩდება რას უნდა ვქნათ. სად ადგილზე, კაცო? მაგისი ადგილი ცაშია. აბა გაუშვით ხელი. ხელი რო გავუშვათ, ხო გაფრინდა. არწივი უნდა გაფრინდეს, აბა რა უნდა ქნას. აბა გაუშვით. ყველამ ერთად. შათი იყო რომ დაიწყეს და აბა აწი ალბათ მალე დამთავრდება. როგორ არის საქმე? აღარ დამთავრდა? არა ჯერ არა. ეტყობათი მალე საინტერესოა რა მოხდა. ბიჭო
წავიდეთ ქალბატონო ელენეთ, თორემ გამოძახებაზე გვაგვიანდება. 15 წუთი გავიდა. მერე ხომ იცით, ვისაყვედურებენ. სადაც არის დამთავრდებაო. ძალიან მინდა შევხედო ახალ მდივანს. ნეტა ვიცოდე თეატრს თუ ეშველებარემ. ჩვენს თეატრს. ხომ არაფერი გაგეგონი? ეტავი ამ ახალს უყვარს თეატრი. აიცი. ალექსანდრესთვის კუდი რომ შეგეგდო, შიგვერ შეიყვანდი. გონი დამთავრდა ბიჭო ხომ იცი? რა ხაერია? როგორია საქმე ამხანა გეშოთა? პირველ მდივნად ამ ხანაგი თორელი ავირჩი. სხვა ხარაფელი გაინტერესებთ. არაფერი. არა, სხვა არაფერი. აი მგონი ისა გიორგი თორელი. შენ საიდან იცი რომ გიორგი თორელი? რადომაც არა სახეზე ვცნობ. დღეს ნახე შუა დღისას. წყლის კიოსკთან მივიდა და გაზირებული წყალი დალია. ნუ იცი შენ ზღაპრების მოყოლა. რაიკომის პირველი მდივანი ქუჩაში წყალს რატო დალებდა? ალბათ მოწყურდა რა არ შეიძლება. რა სიტყვი გაუძღება ჩვენ აწეწილ საქმეს ეს ახალგაზრდა კაცი, რა ახალგაზრდა? 40 წელს მიღწეული იქნება. რაიონის ხელმძღვანელობა ძნელია ჩემო ძმო. ალექსანდრე ბარბაკაძე დივნობიდან კი არ უნდა გადაეყენებიათ. უნდა გაესამართლებიათ. დიახ, სახალხოდ უნდა გაესამართლებიათ. გამარჯობა. გაჭრებით, როგორ ახარ? შრომობ. ხომ არაფერი გჭირდებათ? არაფერი. ეს ისაა? დიახ. ბატონო გიორგი, წავიდეთ. ნახვამდის. შევარ. იშა. ნახე, ჩვენი ახალი პირველი მდივანია. ნახევარი საათია რაც აირჩიეს. თორელია გვარად. მაგარი ვინმე უნდა იყოს. ახ. აი, ესეც თქვენი სასტუმრო. ხომ არ გაგაცილოთ ასე? არა, აქვე ახლოს ცხოვრობ. ხვალდილით ადრე გამოგივლით. კი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. ერთი წუთით. თუ არ მიწყენთ. აი ეს წერილი იქნებ დრო გამონახოთ და წაიკითხოთ. რა შეა საქმე ქალბატონო? რამ შეგაწუხათ? წაიკითხეთ, ასე ჯობია. აქ ქუჩაში ვერაფერს ვერ გეტყვით. წაიკითხეთ და თუ საჭირო ვიქნებ ჩათვლით დამიძახეთ. კი ბატონო. კი ბატონო. ისე კი ძალიან სასწრაფო საქმე. გასაგებია. გასაგებია. ბოდიშს ვიხდი. ასე მოგვიანებით რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენი დანაკაცამდე მოღწევა ძალიან ძნელი. მაპატიეთ. ისე კი კაცმა რომ თქვას, თქვენი საქმე ისეთია, ვისაც კი გაუჭირდება ყველას დაეხმაროთ. მაპატიეთ. მოითვენეთ, ქალბატონო. მოვდივარ. ხალხია, ღამეც არ მოგასვენებენ. დიდი მადლობა. ძალიან დაგაგვიანდა ზამია. უკაცრავად. კარგი სუფრა თუ იყო მაინც. კი, სუფრა კარგი.
აბა, გურამ. როგორი შთაბეჭდილება დასტოვა შენზე ჩვენმა ახალმა რაიკომის მდივანმა, გიორგი თორელმა? ნორმალური. ალექსანდრე. კაცური კაცი იყო. ავისა და კარგის გარჩევა იცოდა. არა, ეს ასმათიაშვილი რომ არ ჩადგომოდა კრიჭაში, კიდევ დიდხანს ვერავინ ახლებდა ხელს, მაგრამ ამ ჩვენმა ახალმა რაიკომის მდივანმა არ ცხოვრება იცის და არც ის იცის, რომელ რაიონში მოხვდა საერთოდ სამუშაოდ. ეთყობა არც ის იცის, რომ მთისა და ბარის გასწორება არ შეიძლება. წიგნებით აქვს თავი გამოტენილი. არა, ძალიან გაჭირდება ახლა ჩვენს რაიონში ცხოვრებაც და მუშაობაც. შენზე ბევრი რამ ახლა დამოკიდებული გურამ. მთავარია როგორ პოზიციას დაიკავებ ამ გიორგი თორელის მიმართ. ქედი არაფერზე მოუხარო იცოდე. რა მოხდა, ის თუ პარტია შენ საბჭოთა ხელისუფლება ხარ. მერე თუ ძმახრა ეს ასმათიაშვილი არ გააკარო. რაიმე გავლენა არ იქონიოს იმ კაცზე. შენ კიდევ არ იცის რა საშიში პიროვნებაა. ასეა ჩემო გურო. მაგრად იყავი. ნუ გეშინია, ვიდრე გივი ვანიძე იქ მაღლა, გიორგი თორელი ხელს ვერ გახლებს. შეგაცო, რა შენი დანიშნო თუ შევძელით ამ თანამდებობაზე, იმდენს ვეღარ მოვახერხებთ, რომ არავინ გაწყვენინოს. ერთი რამეც მინდა გითხრა გურამ. მე წრეში იდეალურად ამაქვს საქმე. გინდა ფინანსიურად, გინდა დისციპლინის თვალსაზრისით. თელ რაიონში სანიმუშო ტრესტია. თავარია მე და შენ ვიყოთ ერთად. მე და შენ. მაშინ გიორგი თორელი ვეღარაფერს ვეღარ დაგვაკლებს. რა კარგი ვიღაცა ერკცა. დეა. გაიმართეთ? დევა მშვიდობის ამხანა გასმა. აქ ბრძანდებით უკვე? კი ბატონო. გელოდებით. შეიძლება? მობრძანდით. დილა მშვიდობისა. გამარჯობათ. ეს მე? რა თქმა უნდა. თქვენ რა არ გიყვართ ყვავილები? როგორ არა, ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა. კალბატონო ასმათ, მე ერთი წუთით დავდანე თქვენ. მადლობა. ისე ძალიან მოაჩქარდებით, ჯერ 7 საათიც არაა. თქვენც ადრე ყვარებიათ ადგომა. ადრე ადგომაზე მეტად მე ძილი მიყვარს ხოლმე. მამა პაპური ძილი. ოჰო? გაზვერვაზე მობრძანებულან. ვინ? რა ვიცი, ცეკავშირი, გასტრონომი, ნავთობაზა. რა უნდათ? თქვენი დანახვა უნდათ, რა უნდა უნდოდეთ? უნდათ რომ სახეზე გცნობდნენ. კალბატონო ასმათ. დიახ. თუ გიფიქრიათ, რამდენი ნასოფლარია ჩვენს რაიონში?
ეს ახალი უნივერმაღი დიდი ხანი არაა რაც გახსენით. ამ საცხოვრებელ სახლს 3 წელია ვაშენებთ და ჯერაც არ დაადგა საშველი. ეს კულტურის სახლია ალბათ. დიახ. როგორც ხედავთ, გარედან მტერს უბრმავებს თავს, შიგნით კი მოყვარეს. კაცმა რო თქვას, მაინც ბევრი რამის აშენება მოგისწრიათ. ასმათ, იცით რა, ვიდრე კაბინეტში შევიდოდეთ. მოდით, რაიონი შემოვიარავთ. ნება თქვენი. აი ის ფერდობი ქერი რომ თესია. ხო. დახკარის კოლმეურნობისაა. კოლმეურნეობა მცირე რიცხოვანია და თან ღარიბი. თავმჯდომარე ვინ არის? ნიკოლაძეა ვარლამი. აი იქ პატარა ბაზილიკას ხედავთ? კი, როგორ არა? მე-9 საუკუნის ძეგლია. იმ ტბას თამარის რემს ეძახიან. აბა აქაური ადგილების სახელებს დაუკვირდით. ვაიო, ნაქალაქარი, ნასოფლარი, დახკარი, დაუხტი, ყველაფერი წარსულშია ფესვგადგმული. ხო მართლა. გუშინ მე ერთმა ახალგაზრდა ქალმა წერილი გადმომცა. იმ წერილში ნათქვამია თუ როგორ ავიწროებს ამ ადამიანს ტრესტის მმართველი სეთურიძე. ეს ქალი ბუღალტრად მუშაობს სამშენებლო ტრესტში. თურმე გასაკანს არ აძლევს. აიძულებს 1000 ყალბ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ქალი სასოწაკვეთაშია, არის ის რაკნას, ლამის არის თავი ჩამოიხჭოს. ვინ არის ეს სეთურიძე? მართლა ასეთი ყაჩაღია? როგორ გითხრათ? მე ხელთ ეს ფაქტები, დოკუმენტები არა მაქვს, ისე? ყველაფრით გძნობ რომ ამდვილი საქმოსანია, თანაც მსხვილი საქმოსანი. აქვს რამოდენიმე საკუთარი მანქანა, ახლობლებზე გაფორმებული. ბინა ორსართულიანი, აგარაკები ზღვაზე, მთაში. ერთი სიტყვით, მერაბ სეთურიძე twიანია. იცის თავის საქმე. რაიონში მისი ტრესტი მოწინავია. თანაც ძალიან ძნელია მასთან ბრძოლა. რატომ? მას ცეკაში ყავს ახლობელი, მფარველი. ვინ? ვანიძე. გივი ვანიძე. გასაგები. რამდენი ასეთი ნასოფლარია ამ მხარეში. ზოგი ჟამთასიავე მოსპოც წარსულში. ზოგი კი სულ ახლა ხანს. ხალხი ტოვებს აქაურობას. ბავში ქალაქში მიდის. ამბობენ ალექსანდრე მაკედონელი ორცხედა რომ გამობრუნებულა, სადღაც აი აქ გაჩერებულა ამ ადგილებში. ორცხე ახლანდელია ბასტუმანი. აბა ეს ნახეთ. ეს თუთის საწნეხია.
სახნავსად ეს წყალი საძოვრები ეხილი რატომ უნდა წასულიყო აქედან კაცი გამარჯობა დიაბაგრად მე შემაგა გიმარჯობა კაცო აქ რო ამოხვედი და დასახდი ნებართვა აირე რა ნებართვა მინდოდა მამა პაპის მიწაზე მოვე მოხვედი აქ არც გზა არც სინათლე უცბად ექიმი რომ დაგჭირდეს რა უნდა მაგებზე რას ველაპარაკები შენ მთავრობა ხარ და შენი დრო იქ სოფელში ხომ სახლიც აგაკ და ეზოც იქ ვინც არიან იმათ ჩაიბარო მე აქა რასაც გავაკეთებ ხალხს არ დარჩება მოხუთი კაცი ვარ თას ხომ არ გამოვეკერები გაიცანი დიაბაგრად ჩვენი რაიკომის ახალი პირველი მდივანია გიორგი თორელი თორელი ჩვენებული ყოფილი ერთადაც გეწყობა კი თქვენებული ვარ წარმოშობით აკავური ვარ დიაბაგრად ნოყიერი მიწა ჩანს ნოყიერი არის რა თქმა უნდა ერბოცავით მიწა ო კარგია ერთი ეს მითხარი დიაბაგრად აქ ვაზი თუ იხარებს იხარებსო აი მობძანით ახლა აქეთა მობძანდით რა ჯიშია ამის ჯიში აღარსად არის გადაშენებულია თამარის ვაცს ვეძახით რა სასწაულმა გადაარჩინა ვაზი უკვდავია შვილი აი წამოდით რა გაჩვენებს მეცნიერები ამბობენ თამარი ძროინდელია ეს საწნახელი ჩემ მამა პაპას გამოუკვესია დემოსაცებს ღმერთი ისე როგორ მომკლავს რომ ამაში დაწვრილი ღვინ ვარ დავლი დიაბაგრად სხვებსაც რომ მოუნდეთ აქ დასახლება სრულები არიან როგორ არა 5 კომლი დემოსაცი არის 3 კომლიც ნათელადების გვარისა ჩემმა ბიძაშვილმა სამოსახლო მიწა გაწმინდა უკვე ო და გაცოცხლდება კიდეც სოფელი ხო სახლავსაცესი ყველაფერი მოგეხსენებთ წყალი ანკარა არის მიწა ფიცხი და ნოყიერი გაცოცხლდება როგორ არ გაცოცხლდება გააჩერე ბესო დაუხტის კოლმეურნობის თავმჯდომარეა ზურაბ ზაზაძე გამარჯობათ ზურაბ გამარჯობათ რაიკომის ახალი პირველი მდივანია გიორგი თორელი როგორაა საქმე კარგად ქალბატონო ასვათ ურეველი თუ ამიდმარი ვიღალატა ბეგლების აშენებას მოგთხოვს ხილის მოსავალი ისეთი რომ ნეტარა ხელი დახერებს ძალიან კარგი ქვევით უკვე ყანები თავდახრილია დიახ ამ კვირას ვაპირებთ მოსავლის აღებას ეხლა ცივას მოურჩებით ზემოთ და მე კანებს მივხედავთ ნუ შეწუხდებით ბატონო ჩვენებური ხილი არის იგემეთ ჩვენებურ ხილს გემოც კარგი აქვს და სურნელებაც მიირთვით დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ ოდესღაც ჩვენებური ვენახიც განთქმული იყო ხო აზი ცოტა გადაგჭა ვეღარ გაძდა სოფელი ამ საქმეს ვენახს კი მოვლაში რდება მე არაფერი კი მაგრამ ხალხი რას ფიქრობს ო ხალხი ეცნება შეასრულოს თავის ვალდებულება რა თქმა უნდა გადაჭარბებით კარგია წავიდეთ ეს ზაზაძე როგორი კაცი კარგი მერე
რატომ არაფერი თქვა რა? არაფერი აწუხებს? შეჩვეული არ არის. არა, უფასწორად გადაეჩვია. რას? სიმართლის თქმას. Dulcinea. Прекрасно! Прекрасно! Замечательно! Лучше не бывает! Кардия! Молодцы! Вот понимаю. Внимание! Приготовились! Санчо Монсадет! Санчо! Внимание! Dulcinea. Прекрасно! Замечательно! Как у вас там? Молодец! Კიდევ ერთი დუბლი! Эй, მეგობარო, მალე მორჩება ეს ამბავი თუ იცი? რა ვიცი, აბა? მოვედით უკვე, გადმოგბრძანდით, აქ მოსიძეები ცხოვრობენ. მასპინძელო! მასპინძელო, სტუმრები ვართ. სტუმარი ღვთისა, მობრძანდით. გაძაღლ ეთერი. გამარჯობა, დავიძაღლი ყოლიათ. ეს ერთი ხანს ერჩა სოფელსა, დანარჩენები მგლებმა შეჭამეს, ერთი არწიმა მომტაცა ამ გაზაფხო. ავთანდილა, გამოიხედება? ახლავე მამა. თქვენ ყოფილხართ ქალბატონო ასმან. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენი ახალი მდივანია გიორგი თორელი. გამარჯობათ. ჩვენი მიწაწლისა ყოფილა. აქაური. მობრძანდით სახლში. რაიონის დათვალიერება გადავწყვიტეთ და დილიდან ასე დავდივართ, აღმა დაღმა. მობრძანდით სახლში. ბახშამს გავაწყობ, ბატგანს დავკლავ. არა ბატონო, ამდენი არაა საჭირო. ისე ცოტას კი წაიხებსებდა კაცი. აბა ბიჭებო წადით. მიხედეთ საქმეს. ჩვენ მანამდე დავბრძანდით. ოჯახი დიდი გაქვთ ბატონოას. დიდი გვაქვს ძალიან. 9 შვილი მყავს, 5 ვაჟი, 4 ქალი. ეს ვაჟები? ვაჟები ყველა ინსტიტუტში სწავლობენ თბილისში. ახლა არ დადაგებზე მესტუმრნენ. სოფელი თუა დიდი. ახლა სადღაა სოფელი? ომამდე 100 კომლი ვითვლებოდით. ახლა 7 კომლიღა დამრჩით. ეგენი ჩქარაწავლენ. რათა მე? აბა აქ რა არის? ავტობუსი არ არის, არ დადის, გზა არ არის, წყალს შორიდან ვეზიდები. გზას გამოიყვანს კაცი. წყალსაც.
ვინ გააკეთებს ზედა, ვინ გააკეთებს ამ წყალს, ვინ გამოგიყვანს, ამ გზას ვინ გაგვიკეთებს, ვინ გამარჯობა. გაგიმარჯვა შენი ჭიდი. დაუბერდი, აღარ შემიძლია შენი ჭიდი. აღარ შემიძლია მეტი, აღარ შემიძლია. გაგიმარჯვა შვილო. გაგიმარჯვა. ვერ გიცანი შვილო. ჩვენი რაიკომის მდივანი ახლა. დედა შენ გენაცვალე, შენი ჭიდი მე კაი ვაჟკაცი ყოფილხარ. გაგიმარჯვა შვილო. ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგაკლოს. დაჩაგრული ხალხი ვარ, დედა, არ წყალი გვაქვს, არც გზა. ყავდა ერთი კეთილი კაცი, ფუცი ვარ. საწავიდი ახლა, აქ უნდა მოვკვდე. არ ვარგი ვარ შვილო, დავბერდი უკვე. ახლა გიახლე. აღარ გზა, გაგვეშველება შვილო. აგიგითხარით, ყავდა ერთი ძვირფასი წყლის პოვნელი. არ დააყენა ეშმაკმა ადამიანმა და მოგვაშორა და ვართ ახლა დაჩაგრული შვილო და რა ვქნა. ასეთია ჩვენი მდგომარეობა. მე აქ მინდა დავიმარხო. ჩემ მიწა. საცხოვრობდა ის კაცი. აგერ ცხოვრობდა ახლოს. ხომ ვერ მაჩვენეთ? წამობრძანდი შვილო. წამობრძანდი. ვაი დედა, დიდი ხანია გამოიკეტა ამ დარბაზის კარი. დიდი ხანია აქ სულიერს არ უცხოვრია შვილო. არა. ვაი დედა. საქმეს მიხედეთ. კომიცია ახლა კვარტლის ბოლოა და გეგმაზე იზრდება. გეგმას შევასრულებ. შევასრულებთ არ ვიცი მე, უნდა გადააჭარბო. კომიცია ეს ჩვენი ტრესტის კანონია. კი ბატონო. შენიც. არ გატიკავ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახლა? კარგად. რა, გურამი არ წამოვიდა? ჩემს მანქანაშია. ვარზე იყო, მაგრამ არ მოეშვა. ოჩახ. ვარზე იყო. საინტერესოა. გამარჯობა ბატონო მერაბ. გამარჯობა, გამარჯობა. დაუმარჯოს. აბა ერთი ახლა ზემოდან დავხედოთ ამ ცოდვილ დედამიწას და მე იხვებზე გავინავარ. არა, ახლა მაგის დრო. გაგვიგებენ და არ მოგვიწონებენ. ვინ არ მოგვიწონებს? ვინ? ვინ ერთი გამაგებინე?
გიორგი თორელი? რას გეტყვი სიგურამ? მე სხვისი შიში და რიდით არასოდეს არ მიცხოვრია და არც ვიცხოვრე. წადი. რა იყო შერაც ხვირპირი ჩამოგდირის? წუხელ. გვიან ღამით ბიურომ დადგენილება გამოიტანა. დღე 10 წლით დაიხუროს. ასე რომ ახლა ჩვენი ლავრენტი უჯარო გენერალი ვითარა. შენი დღე დახურეს ლავრენტი? მიაღწია თავისას გიორგი თორელმა. 10 წლით აკრძალეს ტყეში ხის მოჭრა. ტყეში თუ ხე არ მოიჭრა, აბა ის ტყე რა მოსახმარია? ბევრ საქმეშია მოსახმარი. და ტყე თუ გაჩანაგდა, აქაურობას ქარი და მეწყერი წაიღებს. წყაროებიც გაქრება. რას ერჩით ამ გიორგი თორელს გამაგებით? აგერ ბატონი გურამიც ტყის დახურვის მომხრე ყოფილა. დიახ, მე მივეცი ხმა ტყე რომ დაიხუროს და იმას რომ 10 წლის განმავლობაში იქ არც ერთი ხე არ მოიჭრას. ერთი ეს მითხარი გურამ. სუნთქვა ხომ არ აგიგრძალავთ ჩვენთვის, ა? მადლობა ღმერთს, რომ სუნთქვა ჯერ ნეგატიურ მოვლენად არ გამოგიცხადებიათ. ოზადან ჯუმბერა მაგას ტყიდან გამოდევნიან? გურამ! ის ქაჯი დედაკაცი როგორ შეეთხო თორელს? ასმათიაშვილზე ამბობ? რა ვიცი, ალექსანდრეს ფულკიჭაში ედგა. ამასთან კი ძალიან შახმატყვილებული ჩანს. ვაიოს ველების ათვისების საქმე როგორ მიდის? კარგად. ახლა ამ საკითხით ცეკა და მინისტრთა საბჭოა დაინტერესებული. გურამ! გავიგე რაიკო კავშირის თავმჯდომარის ადგილი თავისუფლებდებაო. ურჩია იმ შენ თორელს, რომ აი ჩვენ დიმიტრიზე უკეთეს კაცს ვერც იპოვის მაგ თანამდებობაზე. გურამ, შენ რაღაც ვერ გცნობ მე დღეს. ის გურამ ღლონტი არ ახარ რაი აღმასკომის თავმჯდომარეთ რომ გივივანიძის რეკომენდაციით დაგნიშნეს. ახლა ჩვენ დიმიტრის ერთ კეთილ სიტყვას არ შეაწევ? შევაწევ. ნუ ასე შობია. უთხარი მწოდნე კაცია თქო, ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს თქო. ვეტყვი. ყველაფერს ვეტყვი. ხედავ გამოჭდა! შორსა! შელოცილი ხომ არაა ეს შობელძაღლი, ჩაშლილია ჩვენს რაიონში ჯოსაფის მუშაობა. აბა მიდი ბეგლარ, თორემ შეგვასწრო ტყეში. ბეგლარს საქმე უყვარს. საქმე
მამი, ეს რა არის? ესა შვილო გამიგონია საუკუნეების წინათ დაუდგამს ჩვენს მამაპაპას. ამ ძელს რო შემოკრავდნენ, ზარივით რეკდა და ქვეყანა სამსრომდა. აბა ქუდზე კაციო დრო დადგა ხვნისა და თესვისაო. ადრე შვილო, აი ამ ველებზე სულ ზვრები იყო გაშენებული. მერე და ეხლა რა იქნა? ტერსა უკაფავს. ეხლა შვილო გაზაფხულია. ერთი თუ შემდეგ ვეღარც იცნო პაკავრობას, კვალვისაგან გადაიხრუკება ეს ველები. ოაზის ლერწი თან მზეს უნდა უსწორო, თან მიწის სუნთქვას უნდა გრძნობდე. მიწას უნდა შეეზარდო. აი მაშინ არ შეცდები. როცა ლერწის ბოლოს ზემოთ აიძევს, მზისკენ აიზნიქება, ეს იმას ნიშნავს, სადღაც ახლო წყალი არის. ნიჩები და წერაფი მოიტანე. გონი მაინც ვიპოვეთ წყალი. აკი ვაიოს ველებზე არ იქნება? შენ ცივაა წყალი. წყალი სიცოცხლეა. წყალი ტყეცერი და ბაღვენახიც, ყანაცა და სათიბიც. წყალი ყველაფერია. წყალი! ფარსმან თორელი ცუც რას გააკეთებდა. ესეც არ იყოს. ოჯახი რა შუაშია. რა სიზამ ბრძანება ასეთი. ხომ იცი სასაზღვრო რაიონი. გიორგი სად არის?
ასე თქვა, ახლა მოვალო. ჯერ ყოველთვის ოცნებობდი მოგზაური უნდა გავხდეო, სოფლიო უნდა შემოიარო. ახლა ეს გლობუსი შემდის მიჩუქნია. სადაც არ უნდა მოხვდე, რომელი ოკეანეც არ უნდა გადაცურო, რომელ კონტინენტზეც არ უნდა დააბიჯო ფეხი, აქავრობა არ დაივიწყო. კი, ბესარიან მას ვიცი. აბა შენცი. თამარ, ნუ გეშინია. შენ სახკარს ისე მოუვლით, როგორც შენ გაგეხარდება. არი დარდო მაგაზე. იცოცხლე ჩემონია. თამარ, დასაკარგავში ხო არ მიდიხარ? შვილები კარგად გეყოლოს და სახლის კერას გაათბობენ. ასე არ არის ოჯახის უფროსო? კი, ასია. მადლობელი ვარ მეზობლებო. ყველაფრისათვის მადლობელი ვარ. ეს სიგნები, რაც შეეხება ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებს, კატალოგში არ აღმოჩნდა. თუ გნებავთ, საჯაროდან გამოვიწერთ. ძალიან დამავალებთ. კი ბატონო, ხვალვე გამოვიწერ. მადლობთ. რა მოგივიდა შალვა? ავხან აქტორის ტელეფონთან ეძახიან. მერე? თბილისიდან ეძახიან. მერე მოახსენე. რო გაჯავრდეს? რატო შეკაცო? მიდი მოახსენე. მიდი. თვითონ? პატრისიმულო მდივანო, ტელეფონთან გთხოვენ თბილისიდან. დიდი მადლობა. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. მომარაგება დიახ. თუ დაგვეხმარებით ამას რაჯობი. დიახ. ჩვენ აქ ერთ საკითხს ვამუშავებთ. საქმე ეხება რეზერვების ამოქმედებას. დიახ, ვაიოს ველებზე მოგახსენებთ. მასშტაბები, რა თქმა უნდა, გრანდიოზულია. დიახ. ჩვენ ფიქრობთ, რომ უკვე დადგა ამისი დრო. დიახ. დიახ. ძალიან სასიამოვნოა თუ თქვენც ასე ფიქრობთ. თქვენი დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. მე მოკლე ხანში დაწვრილებით მოგახსენებთ ყველაფერს. დიახ. გასაგებია? გასაგები. მადლობთ. ახვამდის. ბიჭებს გამარჯო. გამარჯო ალამი. რა ქვია ძმებო? ფრიდონი. ავთანდილი. როსტევანი. ბიჭოს? რასაკეთებთ აქ? ცხენებს ვაბალახებთ. კარგი ბალახია? ზიანი, ნოკიერი, კარგი ბალახია. გაგახარათ ღმერთმა. აბა კარგად იღავით. კარგად ბრძანდებოდეთ. წავედით. იცოცხლეთ. გამარჯობა. შვიდობა ნუ მოგაკლოს. რა დიდებული ადგილებია, ა? უკეთესი სად იქნება? ეს ხო რუსთაველის მიწა. აი, იმინდვრების ბოლოს რომ შამბნარია. ხო. იქ შეხვდა ტარიელი ვეფხს. ხმალი გავს ტყორცლე. გადვიჭერ.
ვეფხი შევიფყარ ხელითა. მის გამო კოცნა მომინდა. ვინც წავს ცეცხლითა, ცხელითა. ბაბადარი! ბაბადარი! მიღრინვიდა და მაწყენდა. ბაბადარია! აუ! ვაიოს ველებზე გავდივარ. წადით. ნუ აჩქარეთ ხოლოდ. ჯერ სამზეოზე მოაძოვეთ. თქვენ ტარიელი ბრძანებულ ხართ, ამ ბავშვებსაც ვეფხვის ტყაოსნის სახელები ქვიათ. მაშ როგორ? ისინი ხომ აქ ცხოვრობდნენ, ამ მიწაზე. ახლაც მოდიან ხოლმე. როგორ მოდიან? ზაფხულისა და შემოდგომის გასაყარზე. როცა დამსხრალი მთვარე, ზღვაში ნახევრად ჩაესვენება ხოლმე. ვაიოს ველზე. აი იმ ბორცვზე. აი უთვალავი საუკუნის წინათ ფრიდონის სასახლე იყო. დღეს აქ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ერთმანეთს ხვდებიან. ჯერ თავთავის ამბებს ყვებიან, მერე ქაჯეთის აღებაზე ჭობენ, დატყვევებული მთვარის გამოხსნაზე თათბირობენ. აი შენ ახალგაზრდა ხარ და გეღიმება. არ მეღიმება, არ. ფიქრობ ალბათ ისინი ხომ აქ დიდი ხნის წინათ გარდაიცვალნენ. აქ საიდან გაჩნდებოდნენ? მაგრამ სიყვარული ხომ არ გარდაცვლილა. მეგობრობა ხომ არ მომკვდარა. ერთგულება და სილამაზე ხომ არ დამიწებულა. ყური მიგდე შვილო, ყველაფერი რაც ადამიანისაგან თქმულა ან დაწერილა, ყველაფერი სინამდვილეა. ყველა ზღაპარი, ყველა თქმულება და ყველა ლექსი. ადამიანი ბრძენიც რომ იყოს, ისეც ვერაფერს მოიგონებს, რაც არ ყოფილა. რადგანაც კაცის გონებაში, რაც კი არსებობს, ყველაფერი სწორია, სიმართლისაგან არის. აი ამ ბორცვს გადაღმარომ ტიტველი ველებია, ერთ დროს იქ სულ ვენახი იყო. ქართველი კაცის სიცოცხლე და სიხარული. ახლა ამას საბა ვინ დაიჯერებს? მე მჯერა. სიბრძნე დაჯერებაშია. ბაბადარიელ, რა სიტყვით თქვენ აი ამ ველების თელ სიგრძე-სიგანეზე რომ ვაზი გაშენდეს? ვაიოს ველებს რა მოერევა? ამ ველებს განი არა აქვს და კიდე. არც ადამიანის შეძლებასა აქვს კიდე და განი. ესეც სწორია. ისი აქ ვენახი იმარჯვებს. მიწა ღონიერია. ზე ვას რომ გაახარებს, სწორედ ისეთი. წავედი. შენ ამბობ რომ მთელი ვაიოს ველები ძრებით დაიფარებაო? სიბრძნე დაჯერებაში. არა გჯერ. ჯერა, რატომ არ ამჯერა? შენ ისეთი კაცი ხარ, ისეთი ჯილაგისა ჩახარ, შენი მჯერა.
ოდესღაც ჩვენი მხარე მთელი საქართველოს მარჯვენალი იყო. ახლა საკუთარი თავი ძლივს გააქვს წლიდან წლამდე. რა არ მოხავ ჩვენს რაიონში სიმინდი, ქერი, ხორბალი, ცოიო, ლობიო, ადრეს სელიც მოყავდათ თურმე. ახლა წყრია სოფლებში სელის საწნახი გელაზები. ადრეს გამართლებული იყო, გლეხს რა ჭირდებოდა თავად უნდა მოეყვანა, მაგრამ დღეს ინტეგრაციის პირობებში მე მგონი ეს სრული ანაქრონიზმია. ჩვენი მხარის ბუნებრივი პირობები ყველაზე მეტად ვაზისთვისაა ზედ გამოჭრილი. ვაზი მე მგონი საკმარისად აგვაქვს. ცოტა გვაქვს, კატასტროფულად ცოტა. ჩვენ ხშირად ვიწონებთ ხოლმე თავს. ძველი და ახალი მონაცემების შედარებით. მაგრამ თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მხარეში გასულ საუკუნეში მეტი ფართობი ეჭირა ვიდრე დღეს. იმაზე რისი თქმაც ახლა გადავწყვიტე, ბევრი ვიფიქრე, ამიტომ გთხოვთ, ვიდრე შემედაებოდეთ ან დამეთანხმებოდეთ, თქვენც კარგად დაფიქრდით. ჩვენ უნდა შევუდგეთ ვაიოს ველების ათვისებას, ამხანაგებო. მეშინია დაუფიქრებელი ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამ ვაიოს ველები ეს თვალუწვდენილი სივრცეებია. გარეშემო მხოლოდ ნასოფლარები აკრავს. არ არის გზა, წყალი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ვენახს მე ვენახე შირდები. ესე კი ხალხი უნდა ჩამოვასახლოთ, გზები გავიყვანოთ, სარწყავი სისტემა შევქმნათ. ყველაფერი ეს დაკავშირებულია ურთულეს პრობლემებთან. რა თქმა უნდა, ერთს მიფიქრია, რომ ყველაფერი ეს ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გაცმოაჩვენოს. საგეგმო განყოფილება რა სიტყვის? ერთი რამ ალბათ ცხადია. ვაიოს ველების ათვისებაზე დახარჯული სახსრების უკუგებითი ეკონომიკური კოეფიციენტი იმდენად დიდი იქნება, რომ ამ საქმის გადადება ყოველწლიურად მილიონობით მანეთზე უარის თქმას ნიშნავს. და ეს ახლა, როცა ნაციონალური შემოსავლის წარმოება ერთსულ მოსახლეზე ჩამორჩება საშუალო საკავშირო მაჩვენებელს. ეს კი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჯერ აქაური ნიადაგის აგროქიმიური ანალიზიც არ გაგვაჩნია. აქ რომ საუკუნების წინ ვაზი ხარობდა ეს ყველაფერს როდი წყვეტს? მე გავეცანი ვაიოს ველების ექსპოზიციას. უნდა მოგახსენოთ, რომ აქ მიწა სტრუქტურულია და საკმაოდ ფხვიერიც ჩანს. აქაურ ხნიერ ხალხსაც მიაჩნია, რომ ვაიოს ველებზე ვაზმა კარგად უნდა იხაროს. იდეა იცოცხლე დიდებულია. ბავშვობაში მახსოვს, ბაბუაჩემი მიტყოდა ხოლმე სიზმარში ვაიოს ველებზე აყვავებულ ვაზს ვხედავ. თავი მაინც მუშახელის პრობლემა. იმისთვის რომ სხვა რაიონებიდან აქ ხალხი ჩამოასახლოთ, უნდა დავახვედროთ კეთილმოწყობილი სახლები, გზები. უნდა დავაინტერესოთ ხალხი შეუქმნათ ნორმალური ცხოვრების პირობები. დავაყენოთ საკითხი ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოში. ნახოთ. მოკლედ, ჩვენი რაიონის სოციალურ-ეკონომიურ განვითარებას უნდა მიეცეს ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება. ჩემის ხმარწმენით ეს უნდა იყოს ვაზის კულტურა. შეიძლება? გამარჯობათ ბატონო შოთა. გამარჯობათ. ბატონო შოთა, ჩვენს რაიონში 18 ნასოფლარია. მოგეხსენებათ ერთი რაიონისთვის ეს მეტისმეტად ბევრია. თქვენ რა სიტყვით? რა თქმა უნდა. როგორ გონიათ, რამ გამოიწვია ეს? აბა როგორ გითხრათ, ამ საკითხზე არ მიფიქრია. არის მრავალი მიზეზი. თავი მიზეზი მაინც ერთია. გზა. გზა? დიახ, გზა. მობრძანდით. როდესაც ცხენისა და ურმის ეპოქა იყო, ხალხს ჰქონდა ცხენისა და ურმის სავალი გზა და თავშვენივრად ზნობდა. ხოლო როდესაც ავტომობილიზმის ერა დადგა, მაშინ ავტომანქანამ ვეღარ მიაღწია იმ სოფლებამდე და
ხალხიც მაშინვე წარსულ ეპოქაში აღმოჩნდა და მოგეხსენებათ ადამიანებს წარსულ ეპოქაში ცხოვრება არ შეუძლიათ. აი ამიტომ მიატოვეს მაცხოვრებლებმა ეს სოფლები. ძალიან მტკივა ამაზე გული. არ ამგონია ბატონო შოთა. ყველა ცოდვას მე ნუ მომაწეთ ამ ხანაგო მდივანო. უგზობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ იქ ხალხს არ ქონდა ელექტროენერგია, კინოთეატრი, ტელეფონი, ტელევიზორი. მართალია, არ ქონდა და არც ეკნება, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრება საურმე გზით ვერ აღწევს მთაში. სწორედ ამის გამო დაიცალა მთა-თუშეთი და ხევსურეთი. საერთოდ დასახლებული მთა სულ მალე აღარ გვექნება. საქართველო მთის ქვეყანა, მთის და მთა თუ დაცარიელდა ვეღარ გაიხარებს ქართველი კაცი. რამდენ სოფელში არ დადის ჩვენთან სარეისო ავტობუსი? დაახლოებით არა ზუსტად მითხარით. 5 სოფელში. ზუსტად 5 სოფელში. ესე იგი უახლოეს ხანში კიდევ 5 სოფლის დაცლას უნდა ველოდეთ. ახლა მთავარ საკითხზე. ბატონო შოთა, ვაიოს ველები თქვენ ალბათ გინახავთ. კი ბატონო. თქვენ როგორც საგზაო სამმართველოს უფროსი რას ფიქრობთ? რა იქნება იმისათვის საჭირო, რომ ყველა მიტოვებულ სოფელში გავიყვანოთ გზა და შემდეგ ეს სოფლები დაუკავშიროთ ვაიოს ველებს. მეცხადია გამართული საავტომობილო გზები მაქვს მხედველობაში. ვაიოს ველებზე იმ უდაბნოში გზა ვისჭირდება მხალაგო მდივანო. ჩვენ? კი, მაგრამ რა სახსრებით? არავითარი ხარჯები არაა გათვალისწინებული. მაგას სპეციალური ხარჯი ახლიც სხვა სჭირდება, ფონდების გამოყოფა. რაიმე სხვა სამუშაოების ხარჯზე რომ გავაკეთოთ ეს საქმე, რაც მაინც და მაინც საჩქარო არ არის, სარემონტო ხარჯებით რომ მიუმატოთ? ამხელონ გიორგი, მაგისათვის პასუხისგებაში მიმცემენ. ჯერ სახალხო კონტროლი გამაძრობს თავს და მერე პროკურატურა. მართალია, მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება. არა და რომ იცოდეთ როგორ გჭირდება ჩვენ ეს გზები, როგორ გჭირდება.